სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. გილოცავ დღევანდელ დღეს და დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ისეთი დღეთაგანი ეკლესიის ცხოვრებაში, როდესაც განსაკუთრებულად ბევრი ხალხი მოდის ხოლმე ტაძრებში. თუმცა რაც დრო გადის ნელ-ნელა ეს მოსული ხალხი უფრო და უფრო ქრისტიანულ სახესღებულობს და ნელ-ნელა იმ წარმართული სულისკვეთებიდან რომ როგორმე წყალი წაიღონ და სხვა არაფერი არ აინტერესებდეს, ესეთი ხალხი იმედია იკლებს ნელ-ნელა, ყოველთვის ჩვენი ტაძრის მაგალითზე ესია. და მეორე დღე ესეთი არის ბზობა, ძალიან კარგად იცით. სამწუხაროა, როდესაც არაჯანსაღი რელიგიურობა და არაჯანსაღი სულიერება გამოსჭივის ხოლმე ქრისტეს ეკლესიის რომელიმე დიდი დღესასწაულის დროს და ამ დროს საწყენია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმხელა მადლი იღვრება, იმხელა სიხარულია, ყველას განიცდით ალბათ დღესასწაულის დროს, როგორი განსაკუთრებული სიხარული გვაქვს, როგორი საჩუქარია, ვერც კი გამოთქვავთ ხშირად, თუ რა ფენომენია ეს სიხარული, რომელიც ჩვენ შიგნით არსებობს, ამ დროს ჩვენ სულში ხდება ეს და როდესაც იგი აი ესე შერყვნილი არის ხოლმე არაჯანსაღი სულიერებით, არაჯანსაღი რელიგიური მისწრაფებებით და სამწუხაროდ ეს ძალიან ხშირად ჩვენ შიგნით ეკლესიაში ხდება, მრევლის წევრებს შორისაც ხოლმე არის ეს და შეიძლება ჩვენშიც არსებობდეს დღესაც და ეს ყველაფერი ჩვენში უნდა აღმოიფხვრას. რა თქმა უნდა, დღესასწაული ძალიან დიდია. დღესასწაულის გარეგანი გამოვლინება, ერთ-ერთი გარეგანი გამოვლინება, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, შეიძლება ასე თქვას, დღევანდელი დღესასწაულის არის წყლის კურთხევა, რომელიც ჩვენ აღვასრულებთ. მაგრამ თავისთავად წყლის კურთხევა არ არის არსი ამ დღესასწაულის. ანუ წყლის კურთხევა კარგია, მადლმოსილი ხდება ეს წყალი, ხო? არ იხსნება ეს წყალი. გასაგებია, მაგრამ იგი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა ჩვენი სულიერი ცხოვრებისათვის და არა მთავარი, თავისთავად ცხადია. აი შეიძლება ესეთი კითხვაც კი დაისვას, რომ აი წარმოვიდგინეთ, თქვენი ცხოვრება ისე გაიარეთ, რომ არასოდეს ნაკურთხი წყალი არ მიიღეთ, არ ისხურეთ. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენ ცხონებას ხელს შეუშლის? ვერ ცხონდებით? სადმე შეიძლება წაგვიკითხავს, რომ თუ ნაკურთხი წყალი არ მიიღე, აუცილებლად დაიღუპები და აუცილებელი, რომ ცხონებისათვის აუცილებელია ყოველდღიურად ნაკურთხი წყალი მიიღო, თქვა. სადმე წერია ეს? არ წერია. სახში უნდა გქონდეს, წერია ესა? არ წერია. და ასე შემდეგ. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ეს დამხმარე საშუალება და არავითარ შემთხვევაში არ არის ის არსი, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე დღევანდელი დღესასწაულის რაღაც ისეთი უმთავრესი რამ, რომ ნაკურთხი წყალი წავიღო სახში. დღევანდელი დღესასწაული იმიტომ კი არ არის, რომ წყალი იკურთხება. წყლის კურთხევა ერთ-ერთი გამამშვენებელი, თქვათ, რაღაც ესეთია დღესასწაულისა, რომელიც სხვათა შორის, როგორც ეკლესიის ისტორიკოსები ამბობენ, ძალიან ძველიც არ არის, შედარებით უფრო ახალ პერიოდში დაადგინა ეს ეკლესიამ ეს მადლმოსილი საშუალება ძალიან კარგი და მშვენიერი. იმიტომ რომ თავარი არსი სხვა რამეშია. აი მაგალითად ჩვენ როცა ვინათლებით, მოვინათლეთ და ადამიანები როცა ინათლებიან, ამ ნათლობის საწყისი შეიძლება ასე ითქვას დღევანდელი დღეა, როდესაც განკაცებული ღმერთი იორდანეში ჩადის და წყლის სტიქიას წმინდავს, როგორც დღესაც ვკითხულობდით ლოცვებში. სინამდვილეში იქ ქრისტე კი არ მოინათლა, სინამდვილეში თუ ვინმე მოინათლა, მოდი ასე ვთქვათ, იქ იოანე მოინათლა. გახსოვთ როგორ ეუბნება, მე უნდა მივიღო შენგან ნათელი და შენ ჩემთან როგორ მოხვედი. გახსოვთ ეს ადგილი წმინდა წერილში არის და დღესაც აღმოვიკითხეთ ახლა ლოცვებში, რომ ვაკურთხებდით წყალს და ანუ საფუძველი დაედო ადამიანის ძველი ადამიანის თავიდან შობას, რომელშიც დიდ როლს ასრულებს, ღმერთმა ესე ინება წყლის სტიქია, რომელიც მართლა სიცოცხლის წყარო შეიძლება ასე ითქვას და სიმბოლოც არის სიცოცხლისა და გარდა ამისა, დღევანდელ დღეს ქვია ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ნათლისღება ერთი სახელწოდებაა დღესასწაულის და მეორე სახელწოდება არის ღვთის განცხადება, იცით ძალიან კარგად. რას ნიშნავს ღვთის განცხადება? იმიტომ რომ სამყაროში პირველად შედარებით განცხადებულად, იმიტომ რომ ამის სრული განცხადება უბრალოდ შეუძლებელია, ადამიანის ბუნება ამას ვერ დაიტევს, შედარებით უფრო თვალსაჩინოდ განცხადებულად მართლაც საღვთო გამოცხადება არის ეს ჭეშმარიტად საოცარი, განცხადდა რომ ღმერთი არის მამა, ძე და სულიწმინდა. ანუ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება.
და გახსოვთ როგორ არის ხო ძე ნათელს იღებდა სულიწმინდა ტრედის სახით დაადგებოდა ხოლო მამა ხმას მოსცემდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ დღეს განცხადა ღმერთი ყოვლადწმინდა სამება დღეს განცხადა ღმერთი სიყვარული იმიტომ რომ ღმერთი არის სიყვარული ნიშნავს რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება ნიშნავს ღმერთი არის სიყვარული ამას არ ჩაუღმავდებით ამაზე ჩვენ ადრეც გვისაუბრია ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა დღეს და ამიტომაც აი ადამიანის მარადიული სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი დღე არის იმიტომ რომ თუ ადამიანს არ წამს ღმერთი როგორც ყოვლადწმინდა სამება და თუ ადამიანს არ წამს რომ ძე ღმერთი ჩვენთან ადამიანად მოვიდა და თუ ადამიანის შემდგომ არ დაემოწაფა არ გაყვა არ მიბაძა და არ მიემსგავსა ძე ღმერთს არ გახდა მისი ერთ სისხლ და ერთ ხორცი ძე ღვთისა მე გულისხმობ ძე ღმერთის ადამიანურ ბუნებას ამ შემთხვევაში მაშინ ის ვერ გახდება ჭურჭელი ტაძარი მესამე ღვთაებრივი პირისა სულიწმინდა ღმერთისა რომელმაც მოგვიტანა მადლი გამოხსნისა მადლი შვილებისა რომლითაც ჩვენ ხვდებით შვილები ზეციური მამისა და ვღაღადებთ როგორც პავლე მოციქული ამბობს მამაო გახსოვთ პავლე მოციქულის წერილებში ეს ყველაფერი თუ არ მოხდა ადამიანი ვერ ცხონდება იმიტომ რომ ცხონება კიდევ ვიმეორებ იქ სადაც ყველა რელიგიაში ადამიანის ცხონება არის ის რომ შენ რაღაცა კარგი ქცევისათვის საჩუქარს გაძლევს ღმერთი სამოთხის სახით ქრისტიანობაში ცხონება ეს არის ღმერთის შვილობა და მასთან მარადიული მამაშვილური ურთიერთობა დაუსრულებელი მამაშვილური ურთიერთობა დაუსრულებელი პიროვნული ერთობა რომელიც იწყება და არასოდეს აღარ დამთავრდება და ეს ურთიერთობა იქნება მუდმივად მზარდი მარადიულად მზარდი უბრალოდ ტვინის გადაგეწევა ამაზე რო ვიფიქრო ეს ისეთი რამეა შეუძლებელია ადამიანმა ეს დაიტიოს ადამიანის დღევანდელმა დღეს როცა ჩვენი თვალსაწიერი შემოსაზღვრულია ამ სოფლით შეუძლებელია დაიტიო გაიგო განიცადო მიახლო აი რაღაცა ოდნავ როგორც პავლე მოციქული ამბობს ოდნავ დაბინდულ თითქოს მინაში რაღაცას ხედავთ აი ეს არის იმიტომ რომ მეტის დატევნის უნარი ჩვენ ამ დროსა და სივრცეში მყოფ ადამიანებს არ ძალგვიც სანამ არ გავალთ ამ სამყაროდან და მოვიდა ეს მოხდა ყველაფერი იმისათვის რომ ჩვენ გაგვეგო ღმერთის ხმა ხშირად გვითხოვს ყველაზე მთავარი პრობლემა რომელიც აქვს ქრისტიანს რომელიც თითოეული თქვენთაგანი ცხოვრებაში უნდა დაიწყოს ეს პრობლემა დაიწყოს ზოგ შემთხვევაში თუ არ დაწყებულა ძალიან ცუდია როდესაც თქვენ რწმენა და ურწმუნოება ხო ესეა რწმენა სადაც არის აუცილებლად არსებობს ურწმუნოება აუცილებლად იმიტომ რომ რწმენაა და არ არის ხედვა რადგან არ არის ხედვა შესაბამისად არსებობს ეჭვი შესაბამისად არსებობს ურწმუნოება ეს არის ის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა რომელიც ადამიანს აქვს მაგრამ შემდგომში რწმენა ძლიერდება მე იმას წამვარ ვინ ჩემცნებებს აღასრულებს უფალი ამბობს და უფალი ამით გვაჩვენებს გზას რწმენის გაძლიერებისა ქრისტესადმი ერთგულება ქრისტეს ერთგულებით ცხოვრება ყოველთვის ცხოვრების ყოველ წამს, როდესაც ცდილობ, რომ იცხოვრო ისე, იფიქრო ისე, დაინახო ისე, მოიქცე ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა, დაინახავდა, იფიქრებდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წმინდა წერილში ესე გვეძლება და ასე ვკითხულობ, ეს შენ რწმენას აძლიერებს. ეს არის ის მადლმოსილი წყალი, რომელსაც უსხავ შენი რწმენის ყვავილს და ის ძლიერდება, მტკიცდება და უფრო ღრმად იდგავს ფესვებს. შემდგომში შენ ადრეს მithქვავ, შენ ცხოვრებას დაინახავ, როგორც საღვთო ისტორიას, როცა შენ ცხოვრებისეულ ყოველ ნაბიჯში, უმთავრეს მომენტში დაინახავ, რომ ღმერთი შენთან არის. მერე დაინახავ, თუ როგორ ცვლის ღმერთი შენ შინაგან სამყაროს, როგორ იხვეჭ ღვთის მადლით, როგორ იხვეჭ შენი ბუნება იმ სათნოებებს, რითაც შენ ქრისტეს ემსგავსებ, რითაც შენ
გეძლევა შესაძლებლობა ქრისტესთან ერთობისა და ქრისტესთან ყოფობისა. და აი ამის შემდეგ, როგორც ხშირად მithქვავს, იწყება უმთავრესი პრობლემა. მე შენ გინდა, რომ ვინც ყოველივე ამას გაძლევს, მასთან პიროვნული ერთობა გქონდეს და შენ მერე გსურს თომა მოციქულივით ის შენი არსების, შენი პიროვნების გამოცდილებად იქცეს. ისეთ გამოცდილებად, რომელსაც უკვე ღმერთის ხედვა, ღმერთის მჭრეტელობა ქვია. ეს არის უმაღლესი საფეხური სარწმუნოებრივი ცხოვრების. და აი ეს მდგომარეობა, როცა აბსოლუტური დარწმუნებულობიდან, რომ ღმერთი არათუ არის, არამედ შენთან არის და შენ მის შვილად გზნობ თავს და დაცულად არა ამ ქვეყნიური განსაცდელებისაგან უბრალოდ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე განსაცდელები ყოველთვის არის. დაცულობაში გულისხმობ, რომ შენ ენდობი ღმერთს ბოლომდე, რომ ერთი ღერით არ დავარდება შენი თავიდან მისი განგების გარეშე და ამიტომ შენში აბსოლუტური სიმშვიდეა, მინდობილობა ღმერთისადმი, სრული იმედი ღმერთისადმი. აი ამ მდგომარეობიდან, იმ მდგომარეობამდე, რომ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა დაიწყოს და ძალიან ძლიერი გახდეს და მას შეხვდე პიროვნულად და როცა შენი ლოცვის უმთავრესი мотиваცია ხდება არა რაღაცა ღმერთისგან, არამედ თავად ღმერთი, როცა შენ ღმერთი გინდა და არა ღმერთისგან რაღაც იკეთე, აი ეს მდგომარეობა, აი ეს პროცესი უკვე უსასრულოდ გაგრძელდება, უпростоრად მთელი ჩვენი ცხოვრება გაგრძელდება და ძალიან მტკივნეული პროცესია, იმიტომ რომ მე შენ ხედავ, რომ თუ შენ ცხოვრებაში ღმერთი არ მოვიდა და შენ თუ ღმერთთან არ მიხვედი, თუ ეს შეხვედრა არ მოხდა შენს ცხოვრებას ამ ქვეყანაზე გატარებულს არანაირი აზრი არ აქვს. და იწყება ეს ტკივნეული პროცესი ღვთისძიებისა, რომელსაც ჩვენ თითქმის ყველა წმინდა მამასთან ვკითხულობთ, როცა ისინი ცრემლი ტირიან და სულ ღმერთის ძიებაში არიან. აციშავს ღმერთის ძიება რა, არ წამთ თუ რა, როგორ არ წამთ, მაგრამ ვინც წამთ, მასთან ურთიერთობა სურთ. ეს არის უკვე აი საფეხური, რომელსაც ღვთის სიყვარული ქვია, როცა ადამიანს ძალიან ენატრება ღმერთი და მის გარეშე უბრალოდ სიცოცხლე არ შეუძლია, იმიტომ რომ აზრს ვერ ხედავს. აი ამ მდგომარეობამდე სანამ მივალთ, მანამდე არის ჩვენი ვალდებულება, რომ ღმერთის სიტყვა გავიგოთ. რატომ არ გველაპარაკება ღმერთი? რატომ? ჯერ ერთი თუ ვინმე იტყვის, რომ ღმერთს არ შეუძლია დაგველაპარაკოს, ხო აბსურდია, ხო გესმით? მაგრამ ღმერთი ჩვენ ისე უნდა დაგველაპარაკოს, რომ გავიგოთ კიდევაც, რომ ღმერთი გველაპარაკება და ჩვენი თავისუფლება საერთოდ არ შეიზღუდოს და ღმერთთან ყოფნა იყოს ჩვენი თავისუფალი არჩევანი. ხო ხვდებით ეს როგორი რთულია, იმიტომ რომ ღმერთი თუ აბა რომელი ჩვენთაგანი გაუწევს წინააღმდეგობას, რომელი ჩვენთაგანი იტყვის მინდა არ მინდა კატეგორიებში გადაიყვას ამას, როდესაც ყოვლის შემძლე არსება მის თვალწინ განცხადება. ხო, ჩვენი თავისუფლება როგორც აი, რა ვიცი, აი ისე გაქრება ჩრდილივით. ჩვენი თავისუფლება ჩრდილივით გაქრება და ჩვენ დავკარგავთ უნარს ღმერთის შვილობისა. ამიტომ არის რთული ქრისტიანობა, ამიტომ არის ღმერთისთვის რთული ადამიანი იყოს ნამდვილი ქრისტიანი. იმიტომ რომ თუ ბოლომდე დაგენახა, შენი თავისუფლება გაქრება და კი ბატონო აღიარებ, მაგრამ შენ მისი შვილი არ იქნები და სიყვარულამდე არ გაიზრდება შენი ურთიერთობა მასთან და ეს ნიშნავს, რომ შენი მარადიული სიცოცხლე არ იქნება ის, რაც უნდა იყოს, ანუ ბედნიერება აღარ იქნება შენთვის და არ გეჩვენება და შენი არჩევანით კიდე რასაც ვაკეთებთ კი ვიცით და ანუ ჩვენ უნარი არა გვაქვს, ანუ ღმერთს შეუძლია, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტევთ. ამიტომ საუკუნეების განმავლობაში ღმერთი ცდილობდა წინასწარმეტყველთა მიერ იმ ადამიანთა გასაგებ ენაზე, რომელ ადამიანებსაც ეცხადებოდა, მათ ენაზე გასაგებ ენაზე განეცხადებინა საღვთო ჭეშმარიტებანი და ჩვენ ვიცით, თორსა ვკითხულობთ კაცობრიობის რელიგიური განვითარების, რელიგიური ცხოვრების ისტორია ზოგადად და მათ შორის ძველი აღთქმას ხედავთ, რომ ადამიანები როგორი გაუგებრობა გვჭირს ადამიანებს, როგორ გვიჭირს ჩვენ სიმართლის ჭეშმარიტების მოძიება, პოვნა და დატევნა. და რაღა შორს მივდივართ დღევანდელ დღეს ჩვენ ახალ აღთქმის პერიოდში როგორ იგივე გვემართება. მაგრამ ღმერთი მას შემდეგ, რაც ადამიანად მოვიდა, მით უმეტეს იოლი გახდა გაგვეგო რას ამბობს. გამოცხადებით რთულია, მე მესმის, მაგრამ მან ადამიანად რაც მას შემდეგ რაც ადამიანად მოვიდა და ჩვენ აი აქ ყოფებს, ყველას გწამს.
რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა მამასთან და სულიწმინდასთან ერთად. იესო ქრისტე არის მარადიული ღმერთი და რასაც ის ამბობს, ამას ამბობს არა პიროვნულად ვინმე ადამიანი, იმიტომ რომ იესო ქრისტე პიროვნულად ადამიანი არ არის. იესო ქრისტე პიროვნულად ღმერთია, რომელმაც ადამიანური სრული ადამიანური ბუნება მიიღო, ხორცი და სული და ანუ სუბიექტი, პიროვნება, ვინც საუბრობს, არის ღმერთი და ჩვენ ხოს გვწამს. ხო ჩვენ აბა რისთვის ავართ? ყველას გვწამს, რომ რაც მან თქვა ღმერთმა სამყაროს შემოქმედმა. აი ეს საოცარი უზარმაზარი დიადი სამყარო, ვინც შექმნა თავის ყოვლის შემძლე ძალით, მან თქვა ის სიტყვები ადამიანურად, რომელიც დაფიქსირდა წმინდა წერილში და მანვე თავის ყოვლის საღვთო ყოვლის შემძლეობით შეინახა უკვე 2000 წელზე მეტია და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანის სახში დევს ეს წიგნი და ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე უსმინოთ ღმერთის სიტყვას, რომელიც ამოუწურავია, რომელსაც ვერასოდეს ვერ ამოუწურავ, იმიტომ რომ ის საოცარ მადლმოსილებას ატარებს, საღვთო მადლმოსილებას, საღვთო სიღრმეა მასში. და ჩვენ ვიცით, კითხულობთ, მაგრამ სამწუხაროდ შეგვიძლია მეტად შევიგზნოთ, მეტად განვიცადოთ, მეტად მივიახლოთ, მივბაძოთ, რომ მე მას მივემსგავსოთ, შეგვიძლია გავყვეთ და მეცაც ვიტყვით, ვალდებულნი ვართ რომ გავყვეთ, ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამას კარგად ვერ ვაკეთებთ. და კარგად რომ ვერ ვაკეთებთ, ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენი დაცემული ბუნებაც არის, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გარდა გვაქვს პიროვნება, რომელსაც ეს დაცემული ბუნება ეკუთვნის, რომელიც ამ დაცემული ბუნებით რეალიზდება, მაგრამ მასვე შეუძლია თუ ის არჩევანს გააკეთებს, რეალიზდეს საღვთო მადლით. ჩვენ აი ეს მოგცა ღმერთმა იმით, რომ მოვიდა ადამიანად, ჩვენერი ბუნება მიიღო. ის რომ წყლის სტიქია განწმიდა, რომლითაც მერე ჩვენ მოვინათლენით, როცა ის ჩვენ სის და ხორცს გვაძლევს, დღეს რამდენი ადამიანი ეზიარა, ჩვენ ამით გვეძლება საშუალება, რომ ჩვენი პიროვნება თუ აირჩევს დიდი ერთგულებით, თავგანწირული ერთგულებით, უფალთან ერთობას, ჩვენ გვეძლება საშუალება, რომ ჩვენ როგორც პიროვნებანი ჩვენი რეალიზება მოხდეს არა ამით მარტო ჩვენი დაცემული ბუნებით, არამედ ღმერთის მადლით, რომლითაც ჩვენ ხვდებით საერთო ენერგიის მქონე ღვთისა და ღმერთის შვილები. ღმერთის შვილები, ნამდვილი შვილები, მადლისმიერი, მაგრამ ნამდვილი. არა ისეთი შვილები, რომელიც შეიძლება იყოს ყველა ქმნილება, არამედ ნამდვილი შვილები. მეცაც ვიტყვით, ჩვენ ხვდებით ღმერთნი მადლით. ჩვენ პოტენციაში ვართ ღმერთები, პოტენციაში ვართ ღმერთები და მადლით ვართ ღმერთები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ თქვენთაგანს შეუძლია თქვას კიდევაც, რომ ჩვენ ღმერთნი ვართ მადლით და პოტენციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს სიმაღლე თუ დავკარგეთ სულიერ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. მაშინ ჩვენ რაღაც რელიგიური ადამიანები ვართ, რომლებიც როგორი რელიგიურობაც ყველა რელიგიაში არსებობს. ეს არის ჩვენ უნდა გქონდეს სწრაფვა იმ სრულყოფილებისაკენ, როგორი სრულყოფილებაც აღღმერთს, იყავით სრულნივით არც ასეციური მამა თქვენი სრულია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ერთ სიტყვაში ესიადულად არ გამოითქმის, ეს არის ის სიმართლე, ის ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა მოიტანა. ამიტომ, როდესაც შედის იორდანეში უფალი, როდესაც იოანეს წინაშე თავს მოიდრეკს და როდესაც იოანე შეძრწუნდება და ეუბნება, როგორ კაცო, მე უნდა მივიღო და შენგან ნათელი და შენ ჩემთან მიუგო იესო და რქვა მას, აცადიაც, რამე თუ ესრეთ შვენის ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. უცნაურ რამეს ეუნება. აი ესე უნდა აღვასრულოთ ის ჭეშმარიტება, ის სიმართლე, რომელიც უნდა აღსრულდეს. და შემდეგ უკვე იწყება ამ სიმართლის განხორციელება. და როგორ? აღმოვიდა რა წყლისამისგან,
აჰა განეხვნეს მას ცანის გახსნა რას ნიშნავს? ხო ხვდებით, ეს არც ღრუბლების გაწევა, არც ცანის გახსნა ნიშნავს, რომ ამ სამყაროში არასაიდანღაც, იმიტომ რომ ღმერთი საიდანღაც და სხვაგან წავიდა და სივრცისა და დროის კატეგორიებში ღმერთი არ არის, არამედ შემოდის ჩვენ სამყაროში, შემოდის ეს სიტყვაც ვერ ასახავს ზუსტად, განეხვნეს ცანი ნიშნავს, რომ ღმერთი ავლენს საკუთარ თავს და იხილა სული ღმრთისა, ანუ სული წმინდა ღმერთი. გარდამომავალი ვითარცა ტრედი. ტრედი რატო? რომ მინიშნება იყო. სინამდვილეში ტრედი კი არ იყო, ვითარცა ტრედი. ანუ აქ ტრედზე არ არის საუბარი, გესმით. რომელიც დაადგრა მას ზედა, ძე ღმერთთან. და ხმა იყო ზეცით. ეს ხმაც ნამდვილი ხმა ხო არ არის? ხო გესმით, ეს ანუ რთულია ჩვენ ღმერთი ჩვენთან კომუნიკაციაში შემოვიდეს. რთულია და ისეთ შესაძლებლობებს ირჩევს ღმერთი, რომელიც თან მოვა, თან გავიგებ და თან ჩვენ თავისუფლებას ზოგავს. ხმა იყო ზეცით და თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. ნახე, რას ნიშნავს სათნო ვიყავ? ანუ მე სათნოება მომწონს. ანუ მისი ნება და ჩემი ნება ერთდაიგივეა. რასაც ის აკეთებს, მე ვიწონებ ამას და ჩვენ ერთად ვაკეთებ, შეიძლება ასე ითქვას და რასაც ის იტყვის უკვე თქვენთვის გასაგებ ენაზე. ეს ჩემი მოწონებულია, ჩემთვის სათნოა, ამიტომ ამას მე ვიტყვი. შემდეგ უფალი ამას მრავალგზის ამბობს, რომ მამასთან ერთად აკეთებს ყოველივეს. ანუ და პირდაპირეუნება ფილიპეს, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. ანუ რასაც ქრისტე ამბობს მამა. ამიტომ დღევანდელი დღეს ეს სიმართლე დაიწყო, რომ ძე ღმერთი ადამიანურად იესო ქრისტე რასაც ამბობს, ამას ამბობს ყოვლადწმინდა სამება სამყაროს შემოქმედი. შესაბამისად, ეს სიმართლე ჩვენ ყველას ეგანაც გითხარით, გვიდევს განცხადებული, შავით თეთრზე დაწერილი და თითოეულ ჩვენთაგანს სახში უდევს. ის ჩვენი გულის წიგნად უნდა გადაიქცეს და ყოველ დღე შესაძლებელია თქვენ გახდეთ ღირსნი თქვენი გულმოდგინების, სიმდაბლის, მოშურნეობის შესაბამისად, ყოველ დღე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ ღირსნი ღვთის გამოცხადებისა. ღვთის წინაშე გეუბნებით, ყოველი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ უღრმავდება წმინდა წერილს, მას ეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველ დღე გახდეს ღირსი საღვთო გამოცხადებისა. მას ისეთი სიღრმეები ეხსნება და ეცხადება იქ, რომელსაც ვერსად ვერ წაიკითხავს, ვერსად. შეიძლება ის რასაც უფალი გამოუცხადებს უამრავ წმინდა მამას კონდეს ნათქვამი, მაგრამ კითხულობ ვერ იგებ, გესმის ვერ იგებ, სანამ შენ თვითონ არ განგიცხადებს უფალი და მე უბრალოდ წმინდა მამასთან რომ ნახავ და გაიგებ რა, შენ აღმოაჩენ რომ ობიექტურად არსებული ჭეშმარიტება რაც არის ქრისტიანობაში, შენი სუბიექტური გამოცდილება ასევე ერთმანეთს ემთხვევა. ესე იგი ეს ნიშნავს რომ შენ მოგეცა გამოცხადება. და როცა ადამიანები გვერდსულიან აი ამ საგანძურს, ამ საუნჯეს და თუ ადამიანი მხოლოდ მოდის, იმიტომ რომ წყალი წაიღოს, ხო გესმით? და ამ დროს მადლის საოცარი ჭურჭელი აქვს და მას არ უღმავდება, ეს ადამიანი თავის თავს ატყვილებს. აქ ადგილი აქვს სიყალბეს უბრალოდ. თუ მართლა გინდა, ჩაუღმავდი წმინდა წერილს და უსმინე ღმერთს წმინდა წერილში. თუ მართლა გინდა ღმერთი და ღვთის მადლი. და აი ეს რაც გითხარით, რომ სიმართლე ესე დაიწყო, შემდეგ ეს სიმართლე ჩვენ ცხოვრებაში უნდა რეალიზდეს და აი როგორ გვარიგებს ძალიან კარგად პავლე მოციქული დღევანდელ სამოციქულოში ტიტეს მიმართ ეპისტოლეს მეორე თავში. გამოჩნდა მადლი, აი როცა მოხდა ეს ყველაფერი და მამა ღმერთმა განაცხადა, რომ მისი ყოველი ნათქვამი მოწონებულია ჩვენთვის გასაგებად, ეს თავისთავად ცხადია, სათნო ვიყავ, ანუ ეს ნიშნავს, რომ ღვთის ძე ღმერთის ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება არის მამის და ყოვლადწმინდა სამების საერთოდ ყოვლადწმინდა სამების სურვილი ნება და ჩვენი გადარჩენისათვის, ჩვენი მარადიული სიცოცხლისათვის გაკეთებული საღვთო საქმე, აი ეს ყველაფერი, აი ესე ითარგმნება პავლე მოციქულის მიერ.
გამოჩნდა მადლი, იგი ღვთის მადლი რა არის? ღვთის მადლი არის, ასე რომ ვთქვა, აი გამოჩნდა ღვთის ხელი, შეიძლება ასე თქვას, იმიტომ რომ მადლი იგივე ღმერთია ოღონდ საღვთო ენერგიებში. გამოჩნდა საღვთო ენერგია, გვეუბნება პავლე მოციქული. მაცხოვრად ყოველთა კაცთა. ანუ ყველა მაცხოვრად, ანუ მარადიული სიცოცხლისათვის, ანუ გადასარჩენად, ყველა ადამიანის გადასარჩენად გამოჩნდა საღვთო ენერგია. რომ თარგმნოთ ეს თანამედროვე ენაზე. რასაკეთებს საღვთო ენერგია? რომელმაც ჩვენ უნდა გადაგვარჩინოს, იმიტომ რომ ყოველ კაცში ჩვენ შევდივართ. სამოძღვრებლად ჩვენდა. სამოძღვრებლად რას ნიშნავს? ანუ გვასწავლის, ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ესე იგი შეუძლებელია იყო ქრისტიანი თუ არ ისწავლე. ანუ კიდევ ერთხელ ხას უსვავ. ძალიან ბევრ ადამიანს გონია რომ სკოლაში ხო ისწავლა, ზოგმა უმაღლესშიც ისწავლა. ხო და სახში კიდე 1000 ადამიანი ტვინს გვიბურღავს და გვასწავლის, ესე ვფიქრობთ. ეხლა კიდე ეკლესიაში ისწავლე. რელიგიური ცხოვრება არის, კაი, მოდი პირი გააღე, ეზიარე, რაღაც ჩამოარაკრაკე, რაღაც ესე წყალი წაიღე. არა. უნდა ისწავლო. აქაც ვისწავლო, კაცო, ადამიანი იტყვის. დიახაც აქაც უნდა ისწავლო. და ყველაზე მთავარი სწორედ ის არის, რომ აქაც უნდა ვისწავლოთ, კი არა, აქ უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ აქ თუ არ ვისწავლეთ, არაფერს აზრი არ აქვს. ჩვენ რომ მოვინათლეთ მრწამსი თქვით, მრწამსი ეს არის თეორიული ცოდნა ქრისტიანობის. აი, ნახეთ, იმიტომ მოვიდა საღვთო მადლი ჩვენს გადასარჩენად, რომ ჩვენ უნდა დაგმოძღვროს, ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ჩვენ უნდა ჩაუღმავდეთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა არის სწავლა? სწავლა არის ძიება, სწავლა არის ჩაღრმავება, ფიქრი, ანალიზი, გესმით? პირადი დამოკიდებულება რაღაც მოვლენისადმი, შეცდომების დაშვებაც, მერე გამოსწორება, ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესია, შემოქმედებითი პროცესია. აი, როცა ჩვენ ვისწავლით, ნახეთ მე რა უცნაური როგორ წერია, რათა უარყოთ უღმრთოება და სოფლის გულის თქმა. ნახეთ რას ამბობს, ჩვენ უნდა უარყოთ სოფლის გულის თქმაში გულისხმება ის უღმრთო ცხოვრება. იგივე უარყოთ უღმრთოება. ვინ უნდა უარყოს? ვინ? შენ უნდა უარყო. შენ, მე, ანუ მე უნდა უარყო. მე უღმრთოებიდან ღმერთი კი არ გამომგლიჯავს ძალით. შენ თეოდორე უღმრთობაში ხარ და აბა მოდი აქეთ, არა. მე მასწავლა ჯერ და მერე მე უნდა უარყო. და თუ არ ვისწავლე, ვერ უარყოფ. და მე გეტყვით რომ ეკლესიის წიაღში, აი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უამრავი ადამიანია, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს წლები და წლებია და მან არ უარყო უღმრთობა, იმიტომ რომ არ იცის რა უნდა უარყოს, იმიტომ რომ არ უსწავლია მას ეკლესიაში. სტიქიურად რელიგიურია. სტიქიურად რამე შეიძლება რამე გააკეთოს ადამიანმა სტიქიურად. როგორ შეიძლება სულის ცხონება სტიქიურად? შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ გონიერი არსებანი ვართ, ჩვენ შეგვიძლია შემეცნება. და შესაბამისად ჩვენ გვევალება შემეცნება და შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ და მერე გავაანალიზოთ და მერე არჩევანი გავაკეთოთ და მერე ვთქვათ, ეს მინდა, ეს არ მინდა, ეს სწორია, ეს არ არის სწორი. ამას ვიღებ, ამას არ ვიღებ და ჩემ არჩევანში მე პასუხისმგებელი ხდები. აბა ღმერთიშვილობა როგორ არის სხვანაირად? აბა ღმერთობა როგორ იქნება სხვანაირად? მე ღმერთი უნდა გავხდე და ვარ უკვე პოტენციით და მადლით ღმერთი. ეს არის ქრისტე. ჯერ კიდე ირინეოს ლიონელმა თქვა მეორე საუკუნეში. ღმერთია ადამიანი გახდა, იმიტომ რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. ეს არის ქვაკუთხედი ქრისტიანობის. ესე იგი, რათა უარყოთ ჩვენ უღმრთოება და სოფლის გული თქმა. შემდეგ, როცა უარყოფ, ნახე, სიწმინდით და სიმართლით ადვილია. ჯერ სიწმინდით ცხოვრება როგორი რთულია. ეს გაცილებით რთულია, ვიდრე სიმართლით ცხოვრება. და სიმართლით ცხოვრება როგორია? ზოგი ფიქრობს რა უნდაო? როგორ არ უნდა? აბა ნახეთ, რამდენი მილიარდია დედამიწაზე? 7 მილიარდი. 7 მილიარდ ადამიანს თავის სიმართლე აქვს. როგორ შეიძლება? აგერ ამ რელში ხო ერთი წმენა გვაქვს, ერთი ჟული გვაქვს, ერთი მოძღვარი ყავს ზოგს. აბა როგორ გაუგებრობა ახომ? ცოლ ქმარზე მეტი ახლობლობა სად გაგონილა? თან თუ არიან მორწმუნენი.
თან თუ ერთ ეკლესიაში დადიან, თან თუ ერთი მოძღვარი ყავთ, რა ჩხუბობთ, მაინც ჩხუბობენ, კაცო. იმიტომ რომ ყველას თავის სიმართლე აქვს, ყველას თავის სიმართლე აქვს და სიმართლით ცხოვრება, როცა ეს სიმართლე ღმერთის სიმართლე უნდა იყოს, ძალიან რთულია. ესე იგი, სწავლა აქაც საჭიროა, შეუძლებელია არ იცოდე, ცოდნაში არ იგულისხმება ეს რაღაც ამის ცოდნა, მთლიანი არსებით, როცა ჭეშმარიტებას გძნობ, ჭეშმარიტებით სუნთქავ და შენ და ჭეშმარიტება რო განუყოფლები ხდებით, ამ დროს ხდება ყველაფერი. ეს არის ჭეშმარიტის სწავლა. ანუ სიწმინდით, სიმართლით და ღვთისმსახურებით ცხონდებოდეთ ამას ოფელსა. ღვთისმსახურებით ცხონდება, ანუ ღვთისმსახურებით ცხოვრობდეთ. ღვთისმსახურებით ცხოვრება, ესეც ასევე ურთულესია. ჩვენს სინამდვილეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმსახურებით ცხოვრება უდიდეს პრობლემად იქცა. იმიტომ რომ არასწორი ღვთისმსახურება ჯერ ერთი რომ ნიშანია არა ჯანსაღი სულიერი მდგომარეობისა, მეორე მხრივ ის ამახინჯებს ადამიანს და თუ ადამიანი არასწორ ღვთისმსახურების წიაღში მოხვდა, ამაში მარტო ლიტურგიკული მსახურება არ იგულისხმება. თვითონ აი ჩვენი რელიგიური ცხოვრების ნიუანსები, თუ ის არასწორად ვითარდება და თუ ამ არასწორ გარემოში მოხვდა ადამიანი, თვითონვე ზიანდება ეს ადამიანი. ანუ არასწორი ღვთისმსახურება აზიანებს ადამიანს და ადამიანის შინაგანი დაზიანებული ბუნება შობს არასწორ ღვთისმსახურებას. ეს სერიოზული პრობლემაა ჩემის აზრით დღევანდელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და ეს არის გამოსასწორებელი საქმე. მე შემიძლია ჩამოვთვალო კიდევაც მაგალითები მოვიყვანო რა ფორმებით ვლინდება ეს, უმახინჯესი ფორმებით ვლინდება ეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. სხვაგანაც შეიძლება, მაგრამ მე არ ვიცი, მე ჩემი მტკივა, უმახინჯესი ფორმებით. და გამოფხიზლება ხშირად არ გვინდა და სულ ვებრძვით ამას. ამიტომ აქაც ესე იგი ღვთისმსახურებით ცხოვრებაში ცხოვრებისათვის სწორი ღვთისმსახურებით ცხოვრებაში საჭიროა ცოდნა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა, დიდებასა, დიდისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. აი აქ ზოგადად არის გასაგებად რო გითხრათ, ჯერ ერთი ნიუანსი, ნახე ქრისტეზე როგორ ამბობს, არის ხოლმე ეს კამათობენ სხვადასხვა სექტები, რომ იესო ქრისტე არის თუ არა ღმერთი, დიდი ღმერთი და ჩვენი მაცხოვარი, ანუ გადამრჩენელი. იესო ქრისტე არის დიდი ღმერთი და ჩვენი გადამრჩენელი. პავლე მოციქულის ეს სიტყვები. და ჩემი სულიერი ცხოვრების და ჩემი არსებობის ჩემი სულიერი ცხოვრება და საერთოდ არსებობა როგორ არის, ნახეთ, რისი იმედი მაქვს და რისი მოლოდინი მაქვს, რომ უფალი მოვა. ანუ მთელი ჩემი არსება აქეთკენ არის მობილიზებული. აბა ეხლა შევახედოთ როგორი ესქატოლოგია გვაქვს ჩვენ ხშირად ეკლესიაში. ანტიქრისტე, ჯოჯოხეთი, პასპორტები, ესე იგი 1000 და მეორედ მოსულა, ანუ უფლის დაბრუნების პერიოდი ასოცირდება რაღაც შფოთთან და უბედურებასთან. ამ დროს პირიქით არის ეს არის ქრისტეს მოლოდინი და სასოებ იმედი მაქვს, აი მთელი ჩემი არსება კონცენტრირებულია ქრისტეზე. და თუ ესქატოლოგიაზე, ანუ სამყაროს აღსასრულზე ვსაუბრობთ, მაშინ კი ბატონო ვისაუბროთ, ოღონდ იქ მეტი კონცენტრაცია კიდე ქრისტეზე და თუ ჩემი სულიერი ცხოვრება და რელიგიური ცხოვრება კონცენტრირებულია ქრისტეზე, ეს ხო ჩვენ ცხოვრებაში უნდა გამოვლინდეს და რაში? სწორი ლოცვა, სწორი მსახურება, სწორი ლიტურგიული მსახურება, სწორი შინაგანი მდგომარეობა, სწორი ურთიერთობა ადამიანებთან, ჩვენ ვემსგავსებით მაცხოვართ, სიმშვიდით, სიმდაბლით, ქრისტესავით ფიქრობთ, ქრისტესავით ვაზროვნებთ, ქრისტეს მსგავსად ვხედავთ ამ სამყაროს, ქრისტეები ვხდებით, ღვთისშვილები ვხდებით და უკვე სამოთხეში ვართ. ჩვენ ვართ ასეთ დროს სამოთხეში. არაფერს არ გვეშინია, არაფერი არ გვაშფოთებს, ყველაფერს პატიებთ, არაფერი არ გვაღიზიანებს, არაფერი არ გვანერვიულებს, მტრები არ აყვავს. ხოლო საკუთარი თავია მტერი, რომ არ გემორჩილება ამ საქმეში. მაგრამ ესე რო არა ვართ, ფაქტია. და იმიტომაც შესაბამისად ჩვენი რელიგიური ცხოვრებაც ესეთი დამახინჯებულია. და საბოლოო ჯამში აი ესე განვართლებით მადლით, მისი მადლით და მარადიული ცხოვრების მკვიდრნი გავხდებით, როგორც ასრულებს აი ამ სამოციქულოს პავლე მოციქული. აი ეს არის საერთოდ ქრისტიანული ცხოვრების და დღევანდელი დღესასწაულის არსი. ეს ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება წყალიც წაიღო და ყველაფერი.
მაგრამ თუ ქრისტე არ გვექნება გულში დამკვიდრებული და თუ ქრისტესთან ერთობა არ გვექნება, მარტო წყლის მიღებით ვერ ვცხონდებით. მე მეცაც გეტყვით, შეიძლება ქრისტე გყავდეს და წყალი საერთოდ არ გაიკარო წყალი. არაფერი არ მოხდება, მაინც ხონდები. ეხლა ვიღაცათვის აბარაღა საჭიროაო წყალი. დამხმარე საშუალება არასოდეს არ გვაწყენს მადლმოსილი საშუალება, ცოცხალი სასწაული, რომელიც არ იხსნება, ღვთის საჩუქარი, მაგრამ რაც მეტად ხედავ ამ საჩუქრებს, მით მეტი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგებით, რომ საკეთებელი რა არის? ცოცხალი ქრისტე ჩვენს გულში. რითაც ჩვენ თავად მას დავემსგავსებით და გავხდებით შვილები ზეციური მამისა. და როცა დღევანდელ დღეს მამა ღმერთი ამბობს, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე მიყვარს, მომწონს, სათნო ვიყავ, მაშინ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანაძმები, თანადები გავხდებით ზეციური მამის შვილების შესაბამისად. ეს არის დღევანდელი დღის არსი. ღმერთი შეგვეწიოს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.